ფასის დაცემა, რაც შეეხება ფასის ჩამოწევას, ანუ ეს არის კორექცია. დაცემა არ არის ესა, ეს უბრალოდ არის ფასის ცვლილება. ესა თუ ის კოინი ღირს ზუსტად იმდენი, რამდენსაც ბაზარი ადგენს, ამიტომ ჩვენი, ანუ მოვაჭრეების პირველი ამოცანა რა არის, რომ სულ ზემოთ რომ მიდიოდეს, ხო, მაშინ მოგებას ვერ დააფიქსირებ რა. ამიტომ კარგია, ეს არის შესაძლებლობა, ფასის დაცემა არის შესაძლებლობა. დაბალ ფასში იყიდო ესა თუ ის კოინი, რა თქმა უნდა, თუ გჯერავს რომ ის გაიზრდება და თუ დაინტერესებული ხარ ესეთი ვაჭრობით. ანუ ეხლა დაეცა, უпростоრად ჩამოვიდა კორექცია მოხდა, როგორც ბიტკოინის, ისე სხვა ალტკოინების და ანუ ეხლა გეძლევათ შესაძლებლობა, ვისაც სურვილი აქვს და აიღებს თავის თავზე რისკს, რომ შევიდეს ამა თუ იმ კოინში და გახსნას პოზიცია და შემდეგ ზემოთ წასვლისას გაყიდოს. ეს არის ერთგვარი ესეთი აზარტული თამაშიც კი, თუმცა რა თქმა უნდა ის ეყრდნობა ცოდნას და გამოცდილებას. ამჟამად ბიტკოინი იმ დიაპაზონში მოძრაობს, რომელიც მე წინა ფირებში დაგისახელე და არავითარი შიში და პანიკა არ არის. RSI არის მაღალი, 50-ზე პლუსია, ანუ მყიდველების ზონა ისევ დომინირებენ. გამყიდველება რაც შეძლეს და მოახერხეს, ეს არის სწორედ ეს 70-ის ფარგლებში დაყენება, ეს არ არის ესეთი საპანიკო, პირიქით ასე დროს ხდება უკვე ქვედა ზონებში ყიდვა.